Ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? აბა როგორ გრძანდებით? დღეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. და არა მხოლოდ ჩემთვის დღეს. მე უნდა დავაანონსო და გაგაცნოთ ისეთი სიახლე და ისეთი ამბავი, როგორც ჩემს ცხოვრებასაც და ბევრ სხვა, ძალიან ბევრ სხვა ადამიანის ცხოვრებასაც ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის. დღეს დღევანდელი დღე არ არის გადამტეხი ჩემთვის, დღევანდელი დღე არის უბრალოდ შედეგი იმ ძალიან ბევრი დღისა, რომელიც მე წლების განმავლობაში გამოვიარე. და ასე რომ დღეს აუცილებლად გვექნება მე და თქვენ ვიდეო, სადაც მე თქვენ ყველაფერს გაგაცნობთ და გაგიზიარებთ. ასე რომ ველოდებით მეც და თქვენც. ასე. ახლა კი დილის კოფე, წყალი მწყურია, სიგიჟემდე. შეჭე როგორ მწყურია, ჯერ არაფერი არ მიჭამია. ის არ მიკეთია ჩემი სამაჯური, მოიცა მოვიტანა. ჯერ არაფერი არ მიჭამია, ის თავი რომელი საათია? ცოტა ხნის წინ ავდექით, ვაიმე ეს ისევ აკიდია სპირტსა ხოცი. ნინოს კომენტარი წავიკითხე და ეხა იქ გამახსენდა და მაგაზე გამეცინა. ვიდეოშიც წავიკითხოთ. ეს რო დავინახე, ხა შუა გამახსენდება ხოლმე კომენტარი, ამას რო დავინახე. ვაიმე, 11 საკლია 20 წუთი ხალხო. დღეს აგვიან გაგვიგვიწია. მე კიდე მგონია, რომ ადრეა, 9 საათი მგონია. ნინინინინ, ჩემო ნინი. Enkuse gram. დილის კოფე, გემრიელი, საოცარი, საყვარელი. რა მივატანოთ ამას? რაღაცები მაქვს, ხა იცით? ეს გამოვიღო ჩემი პატარა თებშუკა. თხილი მინდა, ნეტი ჩამდა გავტეხო. Here I am, how do you do? გავტეხოთ რამდენიმე ცალი. უზომოდ მაგარი თხილი. ეს ტყის თხილია ეტყობა. ისეთი მაგარია.
როგორ არა, მაგარია. ისა რო ვიყიდე საერთოდ ვერ გავიტანე იქ და გემრიელესი კი. ამას მაინც წე. აი რო ვტეხავ, თვითონ გულიც ტყდება, ისეთი მაგარია. აი. ახშენ. აი ფით რო გატეხ, ორი ამის და ხوارაზე დავარწა აქ ახლა. გავტეხ. ეგე. სანახი და სხვაცხობა და ის. გულიც. ატატატ. ამით ძლიერია. მაგრამ ძლიერია არის. წავედა. აქ მოვიტანო. ესე. ეს გადმოვასხათ. ხოდა ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო დღეს დამნიშნავენ რაღაცას დავაანონსებ აქაც და ჩემს TikTok-ზეც. და ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი საქმე, რომელიც ასევე ბევრ ადამიანს აეხმარება. ჩემი საყვარელი საქმეები ეგეთები. ადამიანებს ეხმარება. არ მიწონის ეს. ვიცი რატომ. 0-ს მიწევს, აბა ეს 0-ია? ეს არის 0 ეს. 3 თხილი. ახ შენი დედავატირი. სარიელი იყო და გაწყდა ადვე. ხო ახლა აქ სად უნდა ვურწყა? ასე აღარ მინდა თხილი ხელები დავინტრიე. კიდე 1-2 დავშო, 2 დავშო. ეხა ჩაკ. ეს თხილი 0 კალორიაო, ჩემი საწოლი მეუბნება. ამ ცეცებსაც არ გადავყრი. 6 გრამი. აი მე ხელები აი მე აღარ მივარგა. და ეხა კიდე რა მინდა, ტკბილი რა მინდა, მაქვს მარსი. წამობა ვნახოთ რები მაქვს. რები მაქვს ვნახოთ. აშ, აკე ვნახოთ.
გაიტანეთ პირსახოცი. აი. ეს მაგ. ეს მინდა მე მგონი. ერთი ცალი. ერთი ეს. ევამ დამიტოვა კიდე გუშინ. ბუენო ჭამა ხალხო ბუენო უყიდეთ და ბუენო ჭამა ბავშვმა და მე ერთ სალს მემაძლევს ხოლმე და რო დაიძინა მე ვნახე აქ დამტოვებია ჩემთვის. გადავირიე. დედიკო ეს ჩემი ბუენოა ხო? კი. მადლობა. ესე დამიტოვა. გაგიჟებული და ვიარები. Bueno. Andrus. არაფერი დავინახე. 6 გრამი. მაინ ამის შეფუთვა ხო არ იცი მეთქი უნდა მეკითხა. ამასამდე კალორია აქვს გრამზე თუ მახსოვდეს 484 Tāpat aqveli. ეს ყველი რამდენი ხანია მაგ ხალხო. მითხავდება უკვე. ავედით ახლა გადავინაცვლოთ ჯერ სენ წავიღოთ. რატო აქ ამას ის კაფე არ ვიცი, ჩაიბრუნა ეთყობა. ღმერთო ჩემო, ესე იგი, აი არ ვიცი რა. დაუმარცხებელი გამოდგა ეს ისა. ჩემთვის. პირსახოცი. დაუმარცხებელი. შრალია. წუხელღამე გადაიგვა ეკამ წყალი. მაშინ ჩამოკიდა ალბათ მე უკვე ვიცინებდი ირბინას არბენ ბირიქზე 2 კილოს მაინც ხაზე წასვლამდე დავიკლებო და მე ევას რო დავჩაყიყლი ყველები ეგ ჭამან ტკბილეული ვებუნები ბიჭო იქ რო გაირბინე და ოფლი მოიდინა მან ხახამებს რო ჭამ არა ეგ არაფერი თავარი ვირბინეო ოკეი
ეს მე გოგონამ დაწერა ფორუმზე კი არა. რომელიღაც წონაში კლების იმაში ჯგუფში. ხო ყველგან ვარ. 30 კილოს დაკლა მინდა 3 თვეში, იმიტომ რომ ქორწილი მაქვს და რას მირჩევთო? რითი დავიკლო. ჯერ ის ვიფიქრე, ახლა ჩემ აზრთა მდინარებას ქეთყვით. ასე უცებ, ანუ რატომ მოიფიქრა მეთქი რომ ეხლა დაიკლოს, ანუ ცოტა ადრე ვიფიქრე, თქო მე ვიფიქრე ალბათ უცებ დაიგეგმა ქორწილი თქო. მე ძალიან კარგად მესმის ყველა ქალის აბსოლუტურად ყველას გვინდა რომ ქორწილის დღეს იდეალურად გამოვიყურებოდეს და ეს ძალიან ნორმალური და ბუნებრივია. სამიყოს პუენო 80 კილო ვარო. არ შემიძლია კომენტარი არ დამეწერა. გვერდი ვერ ავარ. ეს შევაყოლე. ისა, ნაჭუჭი. კოპილი არ გაგონდო. ასე მშვიდად არ ვიქნებოდი კოპილი რო ყოფილიყო. მოკლედ 30 კილოს 3 თვეში დაკლება ეს არის კატასტროფა ორგანიზმისთვის, თუმცა მე მესმის რატომ უნდა გოგონას ან ქალს რომ თავის დღეზე იდეალურად იყოს, თუმცა ისიც მაშინ ვიფიქრე რომ შენ ქმარს უყვარხარ ისეთი როგორც ხარ, რადგან ახლა ამ მომენტში შემოგთავაზა ცოლობა, ესე იგი ძალიან უყვარხარ და ესე იგი მისთვის არა მნიშვნელოვანი შენ სულაც რო არ დაიკლო ქორწილის დღისთვის, მისთვის მისაღები ხარ ისეთი როგორც ხარ, ესე იგი რა რჩება. ყველაზე მთავარი სურვილი რაც მეც მაქვს ხოლმე როცა მაგალითად ხრის გაკეთება მინდოდა 20 წონაში კლება, ეხაც მაგალითად ყველა ოჯახში მეუბნება შენ რა გაქვს დასაკლები, ძალიან იდეალურად გამოიყურები და მაგრამ მე მივყვები ჩემს სურვილს, ანუ ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ესეთი არ უყვარხარ და ვიღაც ასეც არ გიღებს, ეს იმიტომ რომ შენ თვითონ გინდა რომ შენი თავის ყველაზე კაი ვერსია იყო. მაგრამ აი ეს მომენტი რომ 30 კილო 3 თვეში ეს აღარ არის საკუთარი თავის მიიღება და სიყვარულიდან გამომდინარე სურვილი და ეს არის ძალიან დიდი სტრესი ორგანიზმისთვის. ან მე ვუთხარი რომ შეგიძლია დაითვალო კალორიები, გაიკეთო ჯანსაღი დეფიციტი და პლუს ფიზიკური აქტივობა ნაბიჯების სახით დღეში. და ასევე ვუთხარი რომ შენ ქმარს უყვარხარ როგორც საქმროს ისეთი როგორც ხარ და დაიკელი იმდენ სამდესაც ჯანსაღი დეფიციტით და მოძრაობით დაიკლებ და გააგრძელებ მეც კლება აი რამე კონკრეტული დღისთვის კი არა საკუთარი თავისთვის უკეთეს ჯანმრთელობისთვის ჩვენ რომ მოგწონს ისეთი ვიზუალისტვის მანამ სანამ არ მიხვალ იმ შედეგთან რომელიც შენ გინდა რომ გქონდეს გააგრძელებ და ვინ იკლებს 3 თვეში მე პირადად 27 კილო მაქვს დაკლებული თორნიკეს მერე როცა ვიყავ 18 წლის მაშინ არ ვიცოდი ჯერ კალორიების შესახებ ადრეს მერე გავიგე კალორიებზე და ვიყავი 19 წლის 18-ის და მერე უკვე 19-ის რა ანუ ივნისში გავაჩინე თორნიკე, როგორც კი გავაჩინე, მაშინ დავიწყე წონაზე კლება. ანუ აი ხა ევა რო გავაჩინე 3 წლის მერე დავიწყე კლება, ეგრე არ იყო. თორნიკე გავაჩინე, თორე აი ჩემი თავის დანახვა არ შემეძლო უბრალოდ ესე გამო 69 არა. მოიცა 52 27 მივუმატოთ, რამდენია? 52 ვიყავი თუ 50 ვიყავი. 52 27 მივუმატოთ, ხო? ეგ ვიყავი. ეგ იყო ჩემი ყველაზე მაღალი წონა. თუ 50 არა 50-დან ანდრეას დავიწყო 52-დან, იმიტომ რომ თორნიკეს მე დავიკედი. ჩამოვედი 52-დან და 52-ის რომ 52 კილოზე ვიყავი, მაშინ გავიგე რომ ანდრეას ვიყავი 2 სულად, ანუ 50-მდე ვერ მოვასწარი მისვლა. თორნიკეზე 50-ისა ვიყავი რომ დავორსულდი. 50 კილო ვიყავი რომ დავორსულდი თორნიკეზე, ხო? 77 კილო იყო ჩემთვის.
ის ყველაზე მაღალი წონა, რაც მეოდეს მე მქონია და ეს იყო თორნიკეს დაბადების მერე. თორნიკეს დაბადების მერე მქონდა ცხოვრებაში ყველაზე მაღალი წონა. და დავიკელია ეგ უდიდესი წონა 7 თვეში. თაგორ დიეტებით იცი? ვაიმე რაც კი არსებობდა. კეფირი, დოლინა, მანწონის კოქტეილები, რომ მანწონის ეთმძულდა მე. იაპონური დიეტა. აღარცა ერთთვიანი გრეიპფრუტის დიეტა. რა არ გავაკეთე. დარღვევების მქონდა, იმიტომ რომ დარღვევები არის მაგ დროს. როცა ჯერ დეფიციტში ხარ უზარმაზაში და ახალგან ისეთ რამეს ჭამალაც გული გერევა, მაგალითად მოხარშული გაყინული თევზი. მე არ ყვე. მე არ გწელებინა ესე. თან მაშინ მე კაცებით სწრაფად ვიმატებდი და სწრაფად ვიკრებდი. და ვინც ვიცი, რეალურად 27 კილო, 30 და 35 კილო დაიკლეს 3 თვეში. რეალურად ისინი არიან მხოლოდ ბარიატრიკები. რატომ არის ადვილი? ჭყალებში ადვილი მაგდროს კლება ეხლა ვეგეტყვით. ანუ ადვილი კი რა არის ძალიან ძნელია მხოლოდ დისკომფორტები ტკივილი რაღაცებია მე ვამბობ სწრაფია ის თქვა ადვილი არა სწრაფი ნახე ხა ავიღოთ ორი ადამიანი თქვათ ორივე 88 კილოა ნუ უფრო მეტ წონაზე იკეთებენ ბარიატრიას მე ვთქვათ რომ 88 კილო იყო ისიც ან 100 იყო თუნდაც კაი 200 კილოიანი ადამიანი 120 კილოიანი იყოს ავიღოთ ესე იგი ნახე რა ხდება. როცა 110 კილოიანი ადამიანი იკეთებს ბარიატრიას და მას კუჭის დიდი ნაწილი აღარ აქვს. მას აღარ აქვს შიმშილის გრძნობა. ანუ აი ეს დიდი შიმშილის გრძნობა, რომელიც მუდამ იგზავნებოდა. ეგ აღარა და პლუს კიდე ეს რაღაცაა, რომ ანაყრებს ერთი უკმა. ახლა შიმშილის გრძნობა აღარ მოდის და ნაყრდება მალე. ეს არ გრძელდება სამუდამოდ, ამას აქვს თავისი დრო, რა თქმა უნდა. და ამ დროში ადამიანმა უნდა ისწავლოს ახალი ჩვევები ისე რომ შეინარჩუნოს თუ არა და ისე უბრუნდება ის შედეგი რაც იყო. ანუ იქამდე რაც ჰქონდა, ისე უბრუნდება თუ ადამიანი არ ისწავლის ძალიან მაინტერესებს ეს თემა და სულ ვუყურებ ადამიანებს, ვინც გაიკეთეს ბარიატრია, ვინც ახლა გაიკეთა, ვინც 2 წლის წინ, ვინც 5 წლის წინ, ვინც 10 წლის წინ და უმეტესობა, ვინც გაიკეთა მაგალითად 5 წლის წინ, 8 წლის წინ, 10 წლის წინ და არ შეცვალა კვება, ყველა მისევ მოიმატა, უფრო მეტიც ზოგმა მეორე და მესამე ოპერაციაც კი გაიკეთა. იმიტომ რომ ჩვენ არ შევცვალეთ მიზეზი, თუ რატომ ვჭამთ ზედმეტს. ამ ამაზე არ ვიმუშავეთ. ხო და რეალურად ეს კი ცალკე თემაა, ძალიან დიდი თემა. მაგრამ ვამბობთ, როცა იწყება კლება, გაიგეთ ადამიანმა ბარიატრია და უცებ მიქრის პირველი 30-35 კილო. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ რომ წონა არის მაღალი, მაღალ წონაზე ყოველთვის სწრაფია კლება. მეორე იმიტომ რაც თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დაგეხმარება, რომ ჯერ ერთი არ გშია, მეორე ერთი მალე ნაყრდები და მესამე კიდე ხშირად დამატებული ფიზიკური ტკივილი. ანუ ადამიანი ჭამს ფიზიკურად ტკივილი, აი ერთი გოგო მყავს, რუსი ადრე მუკბანგერი იყო და სვეტლანა ცვეტოჩეკ ესე რო ეწერა თუ გახსოვთ. მაგან გაიგეთა ბარიატრია და ესე იგი ერთი ნაჭერი ხორცი შეჭამა, ხორცი კი არა, ფარში ხორცი, ანუ ხინკლის ფარში მე მგონი. ისე ცუდად იყო. ისე ცუდად, აი რო შეხედავდი სახეზე ადამიანი კატასტროფულად ახალ გაკეთებული შეჭამა ეგ. მე 2-3 თვის მერე კი არა. ერთი 10 დღის მერე ალბათ. ანუ როცა გტკივა არც გინდა მე ის რაღაცა რომ შეჭამო, როცა ორგანიზმში ეს ტკივილს იწვევს. ანუ თავის და უნებურად ორგანიზმი გეხმარება ამ პერიოდში. თან ვერ ჭამენ, აქვთ უდიდესი დეფიციტი, პირველი 2 კვირა საერთოდ სითხეებზე არიან.
და მერეც როცა ჭამენ დიდი 600 კალორია ჭამონ პირველი 3 თვის განმავლობაში. წარმოიდგინეთ 600 კალორია ადამიანისთვის, რომელიც 3000 კალორიას ჭამდა როგორც არაფერი. უბრალოდ წარმოიდგინეთ. და ეხლა წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც არ გაუკეთებია ბარიატრია, რომელსაც იგივე ზომის კუჭი აქვს, რაც ჰქონდა, რომელსაც ეტეოდა დიდი ოდენობით კალორიული თანსაკვები. და რომლის კუჭიც აგზავნის მუდამ სიგნალს, რომ შია და რო ჩააგდებ 5 ცალ პელმენს 15-ის ნაცვლად, ანუ კუჭი გაგიჟებულია, რომ შია ქალო, შია. თან შია როგორ, ცოტათი კი არა, ძალიან, იმიტომ რომ თუ შეუქმნი იგივე დეფიციტს ადამიანს, რომელსაც ბარიატრია არ აქვს გაკეთებული, რაც აქვს, რაც ექმნება ბარიატრიკს, ანუ გაგიჟდება ორგანიზმი უბრალოდ. ერთი გოგო არის კიდე რუსულ TikTok-ზე, სულ იკლებს, ოღონდ სულ იკლებს, ეს ჩემსავით კი არა დაბალი წონა, ანუ ძალიან მაგარი წონა აქვს. და მაგათ თქვა, აი ბარიატრიკები შუა დავიკლო და ბარიატრიკებსაც ახშერ უწერენ ხოლმე, რომ ასე რო გეჭამაო, ხო ისაც დაიკლებდიო. ფიშკა ბჭყალებში იმაშია, რომ მასე ვერ შეჭამ. მასე ვერ შეჭამ ბარიატრიის გარეშე. მასე ჭამენ ცივი, მასე ჭამენ ანორექსიკები. ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ამცირებენ და ნულამდე დაყავთ ფაქტიურად თავისი კვება, ეს ადამიანები ჭამენ დღეში 500-600, ზოგჯერ 300 კალორიასაც. და ეს ადამიანები არიან ხალხო ადამიანები, აი ვგიჟდები ხოლმე, რომ როცა დაგრჩა დასაკლები 2-3 კილო, ხო როგორი ნერია, შეიძლება 1 კილო ან 9 კილო, 1 თვეი კილო ისე ნელა მიდის ბოლო 3 კილო, ხო? 2-3. და ეს ადამიანები ვისაც ანორექსია აქვს. მაშინ როცა 38 კილოს იწონიან, დღეში შეუძლიათ რომ 400 გრამი დაიკლონ. წარმოიდგინე პროსტა თქვენ. მაშინ შენ მაგალითად 52-მდე ან 50-მდე ან 63-მდე რო დახვიდე, შეიძლება 1 თვეი კილო ეს ერთი ბოლო 1-2 კილო ამ ადამიანს შეუძლია 10 დღეში 3 კილო ისე დაიკლოს როგორც არაფერი. რომელსაც უკვე აღარც სითხე აქვს დასაკარგი, აღარც კუნთი აქვს დასაკარგი და აღარც ცხიმი აქვს დასაკარგი. ანუ იმ დონეზე არ ჭამენ. რეალურად ყვება არის ყველაფერი. ხო და ბარიატრიკებიც მაგით იკლებენ, რომ ვერ ჭამენ, ანუ დიდი დეფიციტი ექმნებათ და ეხმარებათ ორგანიზმი. ამხელა სტრესს გადატანილი ორგანიზმი, რომელსაც უკვე საერთოდ დანახვაც აღარ შეუძლია. ხო. მე ძალიან ვიმხრობი ბარიატრიას იმ შემთხვევაში, როცა ადამიანმა ყველაფერისა და არაფერი არ გამოვიდა, არ ფიქრობთ, რომ მე ბარიატრის წინააღმდეგი ვარ, არა. ძალიან ვიმხრობი, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს, ვისაც დიაბეტის რისკი აქვს, ყველაფერისა და არაფერი არ გამოვიდა, ანუ ეგ მისი გზა, და უნდა გააკეთოს. და არავის არ აქვს უფლება რომ ვიღაცა განსაჯოს. და რომ ამბობენ რომ მე ჩემით დავიკეთე, მას თავისით დაიკლო, იმიტომ რომ წავიდა ამხელა რისკზე, 100 ოპერაცია ქვია და მის შემდგომ ყველა უკუჩვენება და კიდე დათანხმდა, რომელიც შეიძლება გქონდეს. იმიტომ რომ ყველა ორგანიზმი სხვადასხვანაირად იტანს. ასე რომ ხო, ეხლა გავაგრძელოთ კიდევ, რითი არის კარგი, რაცა შენ თვითონ იკლებ, ანუ დეფიციტით. და რითი არის კარგი რა ადვილი. ბარიატრი იკლება, ანუ მე მაგალითად ადამიანი ვარ, რომელსაც რეალურად არასდროს არ ქონია 100+ წონა, 100 კილოს არასდროს არ ყოფილა. ამიტომ მე არ ვილაპარაკებ იმ ადამიანების გადმოსახედიდან, ვინც 100+ იყო. არასდროს არ მეცემ თავს ამის უფლებას, იმიტომ რომ ვის ტყავშიც მე არ ყოფილა, მე იმის ნაცვლად არ ვილაპარაკებ. მან ილაპარაკო საკუთარი თავის ნაცვლად. მე ჩემი მაქსიმალური 77 კილო რომ მქონდა, მაგრამ მე დაბალი ვარ და ჩემთვის ეს ძალიან ბევრი იყო, ანუ 161 ვარ სიმაღლეში და ჩემთვის ეს 77 ძალიან ბევრი იყო, თორე ვიღაცა 170 რო არის სიმაღლეში ხალი, იმისთვის 77 ვაფშე არადად მეტი, როგორც ჩემთვის იყო. გავხდებით. ხო და მე შევგრძნო გემოერწოდი. ვერ ვისვენებ აქ რომ მიდევს. მე ყოველთვის მიჩვენე ჩემი დავიკლო. და რატო? ახლა ნახე შენ რომ ხარ 90 კილო, 80 კილო, 70 კილო.
რამდენი კალორია გეკუთვნის. თქვა ჭამდი 3000-3500 კალორიას. შეიძლება შენი დასაკლები იყოს 2000 კალორია, 2200 კალორია. ანუ ხვდები პროსტა შეგიძლია იქეიფო. ანუ თავიდანვე არანაირ ვარიანტში არ არის 1200-ზე და 1300-ზე დაჯდომა, იმიტომ რომ შენ გააქვს ის კალორიები, რომელთაც შეგიძლია თან ჭამო და თან უფრო სწრაფად დაიკრო, ვიდრე 1200-ით დაიკლებდი, იმიტომ რომ ანელებს ორგანიზმი პროცესებს, როცა ესე დიდი დეფიციტი იქნება. ანუ შენ შეგიძლია თან ჭამო, ძალიან გემრიელ ჭამო, ყველაფერი ჭამო, იქეიფო, ჩემი შემანარჩუნებელიც კი არ არის 2000 კალორია წარმოიდგინე იმხელა. ნუ შემანარჩუნებელია ჩემი მაქსიმალური ფიზიკური და თვითის ფონზე, რაც მე ამ ეტაპზე შემიძლია რომ მქონდეს, ეგ არის 2000 კალორია, 220 კალორია. მაგრამ ისე სტანდარტული მოძრაობის ფონზე როგორც მე მაქვს, ჩემი შემანარჩუნებელი ხარია 800. ხო და აი შეგიძლია თან მიიღო 2000 კალორია და თან დაიყოს, მაშინ ეს არის ნატურა. ანუ შენ არ გაქვს პოსტოპერაციული პერიოდი, შენ არ გაქვს რისკები, რასაც ოპერაცია იმ მომენტში ქმნის, როცა იკეთებ და მერეც როცა ასეთი დიდი კლება ხდება, არც ფსიქოლოგიური, არც ფიზიკური, არაფერი. ანუ კანიც უფრო დიდი შანსია რომ ადვილად მოგეჭიმოს, თუ კი ძალიან მიდრეკილი არ ხარ კანის მოფლაშვისკენ და დიდ წონას არ იკრებ, თავისუფლად შეიძლება მოგეჭიმოს კანიც და ჯანმრთელობისთვის და ყველაფრისთვის ძალიან კაია რომ ესე იკლებ რა, ბუნებრივად შენით. და თან ყველაფერს ჭამ, და თან რამდენს ჭამ. იქ არ აკლდები არც დაბადების დღეს, არც დღესასწაულებს, არც არაფერს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 2000 კალორიას შეჭამ და 2000-ს მაინც გექნება შიმშილი, მაინც გექნება დანაკლისი, იმიტომ რომ 3500-ს ჭამდი. და იმას არის ორგანიზმი მიჩვეული. ანუ იმას კი არ აქვს ნიშნობა, ხარ რამდენად ბევრს ჭამ. იმას აქვს ნიშნობა, რამდენს ჭამდი მაშინ. იმიტომ რომ იქიდან გთხოვს, ხვდები? აქედან კი არ გთხოვს. შენ ნორმა რა არის, იმის მიღებით კი არ გთხოვს. აი იმ ზედმეტიდან გთხოვს, ხვდები? ის ახსოვს, ის იცის და იმიტომ. ხო, და ბრძოლა გიწევს. მაშინაც კი 2000 კალორია ჭამდა კეიფობ, ბრძოლა გიწევს, აი რუსულ TikTok-ზე არის ერთი ხალი, რომელიც მუკბანგებს იღებს და ნატაშა ქვია. 30 კილო დაიკლო კალორიების დეფიციტით. მე რო ვიკლებდი ნახავთ, მაშინ იკლებდა. გონი 140 კილო იყო. თუ 130. ნუ მოკლედ რაღაც 140 ან 130, ან მაგათ შორის. დაიკლო ხალხო ეს და მოდი ახლა შევისვენებო ზაფხულში თქვა. ერთი თვე შევისვენებო. და რო დაიწყო ჭამა. всё. ვეღარ გააკონტროლა და დაიბრუნა ისევე სწონა უკან და ახლა თავიდან დაიწყო ისა. რამდენმა იცის ეს ვინ სწონასებრისთვის, რამდენს არის ნაცნობი, ხო? სულ უნდა ებრძოლო შენ თავს. ბარიატრია როგორია? თავიდან. ანუ აი ვინც გაიკეთეს და TikTok-ზე დებენ ხოლმე ვიდეოებს და რაღაცებს. რა ვუყურებ? ესე იგი, ასეთი გრძნობა მაქვს, რომ გუშინ წინ დავინახე. და დღეს რო ვიდეო ვდევს უკვე -რავი 5 კილოა და აი ძალიან დიდი სისწრაფით იკლებენ. თან შიმშილის გრძნობა არ აქვთ, ანუ ეს ძალიან ეხმარება, ანუ ძალიან სწრაფად იკლებენ. და თან იმ პონჩი შიმშილის გრძნობა არ აქვთ, ეგ არ უჭირთ, ხო ხვდები? მაგრამ მანდ სხვა მინუსებია. როგორც გეუბნებით, ის არ არის, რომ მთელი ცხოვრება ეგრე არ იქნება. მადა ბრუნდება, შიმშილის გრძნობა ბრუნდება. ანუ ყველაფერი ბრუნდება. უბრალოდ დრო გაქვს. შენ გაქვს 2 წელი, რომლის განმავლობაში შენი ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს. ადვილიც არის რომ მიეჩვიოს. იმას გულისხმობ, რომ როცა აი მე მაგალითად ხა ვაიძულებ ჩემ თავს, რომ დეფიციტში ვიყო, ხო? შესაბამისად ვაიძულებ, რომ ვჭამო უფრო ნაკლებ კალორიულ საკვები. და როცა ამის მერე მე ვჭამ ისეთ საკვებს, როგორცაც იქამდე ვჭამდი, ანუ უფრო მაღალ კალორიულს. ჩემი ორგანიზმი იმას ვეღარ იტანს, ხვდები? ანუ როცა დიდხანს ხარ რაღაცაზე, ამას ისე ეჩვევი, რომ მე უფრო კალორიულს და უფრო მძიმეს ორგანიზმი ვეღარ იტანს და ეს გეხმარება. მაგრამ თუ შენ არ გადაეწყვე,
ანუ ნელ-ნელა გაზდი ოდენობას. თუ შენ ემოციურ კვებაზე არ იმუშავე, ნელ-ნელა გაზდი ოდენობას და აუცილებლად დაბრუნდები სადაც იყავი. მაგრამ თუ შენ იმუშავებ ამ 2 წლის რამხელა ფორაა. ამ 2 წლის განმავლობაში იმუშავებ შენს ემოციურ მდგომარეობაზე, აღარ შეჭამ ემოციების გამო, მიეჩვევი ნაკლებ კალორიულ საკვებს, რომელიც შენს ორგანიზმს თან ანაყლებს, თან ენერგიას აძლევს, თან ყველაფერი. ანუ მაშინ ძალიან დიდი შანსია, ότι თხა შეინარჩუნებ შედეგს. თუმცა მე მანდ კიდე ჩდება აი ეს შიში, საჭმლის შიში, ისევ მომატების შიში, წარმოიდგინე ადამიანმა რა გამოიარა და ძალიან შინია. ანუ ანორექსიისკენ წასვლის რისკიც ჩნდება და მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაცა, აი ორივე შემთხვევაში ეს არის ბრძოლა. ორივე შემთხვევაში ადამიანი ამას აკეთებს თვითონ, ნუ ვიწყვით და ნუ გავაუფასურებთ ნუ რაფერს. უბრალოდ რეალურად, მოდი ვთქვათ სიმართლე, რომ ბრძოლაში ებმება ბევრი და გამარჯვებული გამოდის ცოტა. მათ შორისაც ვინც ესეთი გზით დაიკლო, არა ოპერაციის, არამედ დეფიციტის, გინდა თუ რამე საათიანი თქვი, რაც გინდა თქვი, როცა იკლებ დეფიციტია, ხო? სხვანაირად დაიკლო. დეფიციტის გზით ვინც იკლებს ოპერაციის გარეშე და ვინც იკლებს ოპერაციით, ორივე ვარიანტიდან რეალურად გამარჯვებული გამოდის ერთეულები. და გამარჯვებული გამოდის ის, ვინც ცვლის მთლიან მიდგომას. всё. ეს არის ყველაზე მარტივი საიდუმლო და ყველაზე რთული. არ არსებობს არანაირი ჯადოსნური ჯოხი, არანაირი წამალი, არანაირი ჯერჯერობით. მე მჯერა, როგორც ძალიან გოჭ ადამიანს. ჯერ ერთხელ მოიგონებენ წამალს, რომელსაც დალევ, რასაც გინდა, რამდენსაც გინდა შეჭამ და არ მოიმატებ. თავიდან ალბათ ჯანმრთელობაზე აისახება, მაგრამ მე მჯერა რომ ჯანმრთელობას აღარ აისახება, ისე გააკეთებენ მაგას. რაღაც პირდაპირ ტრუბკასავით იქნება რა, ჭამ, გამოვაჭამ. ისე ვარსად არ წავა. მე მჯერა რომ ამას მოახერხებენ და გააკეთებენ. ისიც ჯერა ოდესმე ადამიანის ჭამას არის აღარ დაჭირდება, იქამდეც მივლენ, მაგრამ ჯერჯერობით ეგეთი რაღაც არ არსებობს. და ანუ ჩვენ გვჭირდება მუდმივი დაუსრულებელი ბრძოლა. ეს არის მთელი საიდუმლო. კიდე ერთი ქალია, ელენა ქვია, 140 კილოს იწონდა ეგეც და დაიკლო 70 კილო ახლა, მაგრამ ისეთი გამხდარია ამ თავის 70 კილოზე, იმიტომ რომ 178-ია სიმაღლეში. და ინარჩუნებს. და ეს ადამიანი უსო თავიდან პირველი თვეები. ვერ აგიწერთ უბრალოდ, არა ჯოჯოხე თურშიმშილს ვუძლებდიო. როცა დავიწყე უკლება. და როგორი ძნელია ეხლა, როცა უკვე დაკლებული აქვს, შენარჩუნება. რა ის ეძახის ის. ხო. ასე რომ ყველაფერი დადის იქამდე ვინ ხარ შენ. და რამდენის გაძლება და ატანა შეგიძლია. და რის გასაღებად ხარ მზად. სულ ხათემად ვაპირებთ, ეხლა ლაპარაკს. და ამ გოგოს პოსტმა ისე შთამაგონა, რომ არ შემეძლო, რომ ამაზე არ მელაპარაკა. არა და ვაფშე სხვა კომენტარების დაკითხვა მინდოდა. და სრულად სხვა თემაზე ვაპირებ საუბარს, მაგრამ არა უშავს ეს ვიდეო ესეთი იყოს. ეხლა თავს დავიბან, მოვწესრიგდები და მე ჩაგიწერთ იმ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ვიდეოს. რომელშიც გაცნობებთ ჩემი ახალი გზის შესახებ. და არა მარტო ჩემი. მიყვარხართ და კარგ დღეს გისურვებთ.